ანუ ჯამურად 2000-დან 2024 წლის ჩათვლით უარყოფითი ბალანსი არის 30.6 მილიარდი ამერიკული დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ჩვენ ხარკის სახით გადავიხადეთ. ფაქტიურად ესეა. შექმნილი დამატებული ღირებულების შემაგუბებელი ღონისძიება არის ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება. ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება მივედით იმაზე, რაც 30-იან წლებში გაკეთდა პირველი და მერე ომის შემდგომ მეორე ინდუსტრიალიზაცია. ეს არის ინდუსტრიალიზაცია, რაც არის გასაკეთებელი, ხო? ამის გაკეთება მარტივი არ არის, მაგრამ გამოცდილება არსებობს. ანუ ეს ის ნახაზია, რომელიც დატოვა და ამიტომაც არ უყვართ ბატონო ჩემო. იმიტომ რომ პრაქტიკული დანიშნულების რაღაცეები დატოვა. და ჩემი აზრით, როდესაც ამ ეპოქას ვაფასებთ, ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც უშვებენ ხოლმე ძალიან ხშირად, ეს არის რომ მოვლენებს, საგნებს და მოვლენებს განიხილავენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ეპოქის კონტექსტი უნდა გაითვალისწინო, რა ეპოქაში მოღვაწეობდა ეს ხალხი. ეს არის ორ მსოფლიო ომის შორის პერიოდი და შემდგომ ომის შემდგომი პერიოდი. ეს არის ურთულესი ეპოქა. სამოქალაქო ომი საბჭოთა კავშირში რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაიწყო რეალურად 1918 წელს. და ცხელი ფაზა დამთავრდა 1922 წლის აპრილში, როდესაც სერგეი ლაზოს მეთაურობით წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ ვლადივოსტოკში. ცხელი ფაზა დამთავრდა, მაგრამ მხრჩოლავი სამოქალაქო ომი გაგრძელდა 1929 წლის 3 მაისში, რომ ვახსენებთ და სწორედ ამ ფარული სამოქალაქო ომის ერთ-ერთი უმწვავესი ეპიზოდი იყო ეს რეპრესიები. 30-იანი წლების, 37 წლების, ნუ მათ შორის მაგალითად იგივე კიროვის მკვლელობა რომ ავიღოთ, ხომ? ნუ ახლა ჩვენს ინტელიგენციაში და ჩვენს მედია სივრცეში რა თქმა უნდა თუ 30-იან წლებში რამე მკვლელობა მოხდა, როგორ შეიძლება ეს სტალინს არ მოიკლა, პირადად მოკლა, რა თქმა უნდა, ხო?